დიდ ბრიტანეთის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ყავს, პოზიციაზე დაინიშნა 54 წლის პაკისტანელი ქალბატონი შაბანა მამუდი. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი სიხლეა, იმიტომ რომ შინაგან საქმეთა მინისტრს ეხება ძირითადად ინგლისისა და უელსის როგორც დაზვერვის კონტროლი, ასევე კონტრდაზვერვის კონტროლი, ასევე საპოლიციო განაკვეთების კონტროლი და რასაკვირველია ემიგრაცია. ვფიქრობ, რომ საკმაოდ ჭკვიანური ნაბიჯი იყო ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა და წარმოშობით პაკისტანელი ადამიანის დანიშნა ამ პოზიციაზე, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ზოგადად დიდი ბრიტანეთი გამოირჩევა მსგავსი პოზიციების არჩევით, არა მხოლოდ რეალურად მთავარი დაპირისპირების ქვეშ მყოფი სახელმწიფოებიდან, არამედ ზოგადად მუსულმანური სამყაროდან განსაკუთრებით კადრების დანიშვნით, მაგალითად თვითონ ლონდონის მერი, რომელიც არის სადიკ ხანი, მაგალითად სოფია საიდი, რომელიც არის შეფილდის მერი და ანუ ეს არის ძალიან მწირი ჩამონათვალი, ახლა არ მინდა უბრალოდ გადაგხალოთ ამ სტატისტიკით. და საინტერესო ფაქტორი აქ ის არის, რომ ეს ქალბატონი, რომელზეც მოგახსენეთ, რომ დაინიშნა დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრად, მაგალითად ერთი ინტერვიუა საინტერესო, რომელიც მე ვნახე, იმაზე, რომ მისი მთავარი წარმმართველი ძალა და მისთვის მთავარი პრიორიტეტი არის მუსულმანობა და მისი რელიგია. ძალიან საინტერესო, ამას შემიძლია ძალიან დიდი პატივი ვცე, მე რა რომ მუსულმანია, ამას დიდი პატივი შემიძლია ვცე, როცა ადამიანი რელიგიურად ასე აზროვნებს, უბრალოდ წარმომიდგენია, ანუ იგივე რომ გააკეთოს მუსულმანურ სახელმწიფოში, გამოვიდეს ერთ-ერთი პირველი პირი ქვეყნის და განაცხადეს, რომ მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა არის ქრისტიანობა. და თვითონ ჩვენს ქრისტიანულ სახელმწიფოებშიც უფრო მეტად გულისხმობ დასავლეთ ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს, არა მხოლოდ დაცინის ობიექტი გახდებოდა ეს ცოტა დაბალი დონის ინტელექტუალებისთვის, არამედ საერთოდ შეიძლება ამ საფეხურამდე ვერც კი მიეღწია და შემდეგ, როცა უკვე გადავხედავთ, მაგალითად გიჟად შერაცხულყოფი რომ ისონის ჯერ ციხეში გამოკეტვას, მანამდე დევნას, წინა პატიმრობას, დოკუმენტური ფილმის თითქმის აკრძალვას, პატიმრობაში სავარაუდოდ ორჯერ იმყოფებოდა. ერთხელ ყველაზე დიდი ამბები როცა იყო ელონ მასკიც რომ ჩაერია ამ საქმეში და თავის ტვიტებით რომ ცდილობდა ხმის ამაღლებას და რო გავიხსენოთ ჩრდილოეთ ინგლისში 100.000-მდე გაუპატიურების შემთხვევა, სადაც თვითონ ადგილობრივი მმართველობა და ასევე მთლიანად დიდი ბრიტანეთის კაბინეტი ცდილობდა ამ ამბების დამალვას, იმიტომ რომ მოძალადეები იყვნენ პაკისტანელი მუსულმანები.